გამარჯობა. ეს არის Teacher Unfiltered with Nutsa, პოდკასტი, სადაც ჩვენ ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებთ. და დღეს ჩემი სტუმარი არის ლელა აბდუშელიშვილი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ასევე Cambridge Salta სერტიფიკატის მფლობელი, ჰარვარდის უმაღლესი განათლების სწავლების სერტიფიკატის მფლობელი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ბიზნეს ტრენერ კონსულტანტი და მსოფლიო ბანკის სინქრონისტი, მთარგმნელი და თარჯიმანი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ხალბატონებელა და ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის ასეთი საინტერესო პროგრამაში. მოდით, იცით, დავიწყოთ იმით თუ როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა განათლების სფეროში. მინდა გითხრათ, რომ განათლების სფეროში საკმაოდ ადრეულ ასაკში შევაბიძე. დაახლოებით მე-11 კლასში, როდესაც უკვე სკოლას ვამთავრებდი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას, ისე განისაზღვრა ჩემი ცხოვრების გზა, რომ ადრეულ ასაკში მომიწია ამერიკულ კოლეჯში, სახელად The School of Tomorrow, ანუ მომავლის სკოლა, მუშაობის დაწყება ინგლისური ენის პედაგოგად. რამაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა, ვინაიდან მე დავაკვირდი, რომ პედაგოგობა, მასწავლებლობა ჩემი მოწოდება იყო, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმე იყო და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ მე აუცილებლად ამ დარგში დავრჩებოდი. რა კარგია. ანუ პირველი გამოცდილება ჰქონდათ კერძო სკოლაში. კერძო სკოლაში, სახელად The School of Tomorrow, მომავლის სკოლა. თქვენ ასწავლიდით დაწყებით კლასებს თუ ეს იყო პირველი კლასიდან, შესაბამისად, ყველა კლასებიდან გამომდინარე და საკმაოდ დიდხანს 1998 წლამდე ვიმუშავე ამ სასწავლებელში და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით, პარალელურად უნივერსიტეტში ვსწავლობდით SEO-ში, როგორც გითხარით, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე და ეს იყო მაშინდელი გადასახედიდან არაჩვეულებრივი კომპლექსი, ვინაიდან თეორიას ვსწავლობდი და პრაქტიკაში ვიყენებდი, რასაც პრაქტიკაში ვუკვირდებოდი, იმას თეორიასთან ვაკავშირებდი და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ესეთი საფუძვლიანი პედაგოგის, მასწავლებლის და უცხოენის სპეციალისტის კარიერა. შვენიერი. თქვენ ჰარვარდის და კემბრიჯის პროგრამებიც გაიარეთ, ხო? ეს ალბათ მერე მოხდა. ეს კი ბატონო, ეს დაახლოებით სადღაც Cambridge Salta გავაკეთე 2011 წელს და Harvard High Education Teaching Certificate გავაკეთე აი აგერ ახლა 2023 წელს. რა კარგია. და რა აღმოჩენები გააკეთეთ თუ გვეტყვით? Cambridge Salta-ს რაც შეეხება, რომელიც იშიფრება როგორც Certificate of English Language Teaching to Adults, აქ არაჩვეულებრივად შევისწავლეთ, რა თქმა უნდა, უცხოენის სწავლების მეთოდიკა და რაც მთავარია, კონკრეტული მაგალითების და ფაქტების გაანალიზებით გადაწყვეტილებები როგორ მივიღოთ. სტუდენტები, უცხოენის შემსწავლებლები, როგორ ჩავრთოთ აქტიურად სამუშაო პროცესში და ეგრეთ წოდებული task-based learning-ი, ანუ ენობრივი დავალება ამოცანის შესრულებაზე ორიენტირებული სწავლების მექანიზმები აქტიურად როგორ გამოვიყენოთ, ვინაიდან ჩვენს შემსწავლებლებს უცხო ენა სჭირდებათ თავიანთი პირადი მიზნების მიღწევაში. იქნება ეს სამსახურებრივი, აკადემიური თუ სხვა ცხოვრებისეული სიტუაციები. ამიტომ, რაც უფრო ადრე შევაჩვევთ მათ ჩვენ აი ასეთ მუშაობას, ენის აქტიურად გამოყენებას, გრამატიკული ფორმების, ლექსიკური ბაზის პრაქტიკაში ამუშავებას, მით უფრო ადრეულ ეტაპზე მოვამზადებთ ჩვენ მათ იმისათვის, რომ შემდგომ წარმატებას ეწიონ კარიერულ ცხოვრებაში. კი ბატონო. თქვენ რა განსხვავებას ხედავთ ქართულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო მიდგომებს შორის? არის განმარტირებული განსხვავება? იცით რა, რაც რეფორმა განხორციელდა
მაიას დროს საგანმანათლებლო რეფორმა ნელ-ნელა ძველებური მეთოდიკიდან ნელ-ნელა ახლებური სწავლების მეთოდიკაზე გადავედით, კი ბატონო. უბრალოდ აი ახლანდელი გადასახედიდან კიდევ რასაც დავინახავდი გარკვეულ განსხვავებას, რომელიც იხვეწება ნელ-ნელა, არის ის, რომ ქართულ კონტექსტში ძალიან ხშირია ლექცია სემინარული ფორმატი. ხო, საერთაშორისო სიტუაციაში უფრო მეტი აქცენტია ინტერაქტიულ სწავლებაზე, გუნდურ მუშაობაზე, ეგრეთ წოდებულ task-based learning and teaching, ანუ ამოცანა დავალების შესრულებაზე ორიენტირებული მიდგომა და ამოცანა დავალება აქ მარტო მათემატიკური და ფიზიკური არ იგულისხმება, აქ ენობრივი ამოცანა, ენობრივი დავალება, ვინაიდან და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან არანაირად არ ითვლება არანაირი თეორიული ცოდნა, თუ შენ მას პრაქტიკაში არ იყენებ. და სწორედ ეს ეგრეთ წოდებული TBL, ანუ task-based teaching and learning, ეხმარება შემსწავლელს ამ შემთხვევაში რახან ენობრივი თვალსაზრისით უყურებთ ჩვენ ენის შესწავლაში, რომ რაც შეიძლება ადრეული ეტაპიდან დაიწყოს მისი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. და გეთანხმებით ადრე მართლა უფრო ეს ლექციური ტიპი. ჩვენც ხომ ამ თაობის წარმომადგენლები ვართ, გნებავთ სკოლაში, გნებავთ უნივერსიტეტში სწავლებისა, სულ დაზეპირებული ტექსტები, სულ მხოლოდ სავარჯიშოების გაკეთება, თუმცა არ დავკარგოთ ამის მნიშვნელობაც, იმან თავისი როლი შეასრულა. იმან მოგვცა ძალიან საფუძვლიანი ცოდნა, ძალიან სტაბილური ცოდნა, უბრალოდ პრაქტიკაში გამოყენების დროს უცხოურ გარემოში ის აკარგვინებს ერთგვარად ადამიანს თავდაჯერებულობას და როდესაც ჩვენ უფრო ინტერაქტიულ და კომუნიკაციური მეთოდიკით ვახდენთ სწავლებას და მოსწავლეები ამის შესწავლას, ადრეულივე ეტაპიდან ეს მათ გადაუდის ავტომატიკაში და ყველაფერი რაც ავტომატიკაშია გადასული, ის გამოყენებაში ძალიან მნიშვნელოვანია. გეთანხმებით აბსოლუტურად. იცით რა მითხარი, თქვენ ახლა ამდენი წელი ასწავლით, ხო? როგორ შეიცვალა მოსწავლის როლი ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით? კი ბატონო. როგორ შეიცვალა და პირველ რიგში ვიტყოდი, მოსწავლე არის უკვე ციფრული ეპოქის წარმომადგენელი. ერთხელ მახსოვს რაღაცა ინგლისის ლიტერატურას ვასწავლიდი და ბაბუს ვთხოვე, რომ აი ეს ვთხოვე კი და დავალებად მივეცი, რომ აი ეს უნდა წაიკითხო შვილო 60 გვერდი. და მასწავლებელო 60 გვერდის დროს ადამაკო 2 საათიან კინოს უყურებ და მოგიყვები ყველაფერს. იგივე ნაწარმოებისას. რაღაც მომენტში თან ეს არ უთქვამს ბავშვს არანაირი ესეთი აგრესიით, ან რამე რეალურად მითხრა, რომ იმან კარგად ვერ გაითავისა ის, რომ კითხვის დროს შენ უკვირდები ნაწარმოების ლინგვისტურ ღირებულებებს, სტილისტურ საშუალებებს და სხვადასხვა საკითხებს და მან ეს უბრალოდ ბავშვური გადასახედიდან სიადვილის და სიტუაციიდან ადვილად გამოსვლის კონტექსტში გადაიტანა. ამიტომ არა უშავს ეს დრო მოიტანა გენაცვალეთ და ჩვენ ამიტომ პედაგოგებმა მისახებია რატომ იცით ის ასე აზროვნებს, ასე ფიქრობს. და ამიტომ ჩვენ ზუსტად ისეთი მეთოდიკა უნდა გამოვიყენოთ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, სრულიად ხაზი არ უნდა გადაუსვათ იმას, რომ მან წიგნი უნდა აიღოს ხელში და უნდა წაიკითხოს, მაგრამ ისეთნაირად შეგვიძლია ეს ჩვენ დავაკავშიროთ, რომ სულ ვერ იგრძნოს და შევაპაროთ სწავლა ესე მას. რა არის ის რაღაცა, რაც დღეს ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაზროს აი ამ თანამედროვე მოსწავლის შესახებ? აი ზუსტად რაც დავასწარი ახლა თქვენ შეკითხვას, ეს არის ციფრული ეპოქის წარმომადგენლები არიან დღეს მოსწავლეები და ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ჩვენი მეთოდიკით უნდა განვუვითაროთ მათ კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მეთოდიკის გამოყენებით მათთვის აი ამ თავისუფლების მიცემა და აუცილებლად და ამას ძალიან ხაზგასმით ვიტყვი, ინდივიდის, მისი როგორც ინდივიდის განვითარება. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დიდი მისია როგორც პედაგოგებს და მასწავლებლებს. გარდა იმისა, რომ საკითხი უნდა ვასწავლოთ, თემა უნდა ვასწავლოთ სხვადასხვა პროფილის მიხედვით, მას უნდა დავეხმაროთ ცხოვრებისეული უნარჩვების განვითარებაში, რომელიც მას ხელს შეუწყობს შემდგომში სამუშაო გარემოში, იქნება ეს თუ აკადემიურ გარემოში, დამოუკიდებლად და ავტონომიურად იფუნქციონიროს.
ანუ თქვენ გინდა თქვათ, რომ ინგლისური ენის მასწავლებელი არ არის მარტო ენის მასწავლებელი. ნამდვილად არა. ნამდვილად აი რამდენჯერ ჩვენ უნივერსიტეტებში და სხვადასხვა ცენტრებში როდესაც ვასწავლეთ, ყოველთვის კურსის ბოლოს შეფასების კითხვას ვაძლევთ ხოლმე. ხო, ეს ოფიციალური მხარია იმისათვის, რომ ხარისხი გავაუმჯობესოთ. თან მე 10 წელი ბრიტანეთის საბჭოში ხარისხის მართვის მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობდი და ეს ძალიან მნიშვნელოვნად გავატარეთ იქ იმ პროექტში, სადაც ვიყავი სამხედრო ინგლისურის სწავლების პროექტში, რომ თუ გინდა რომ სხვადასხვა საკითხები დროულად გადაიჭრას, პრობლემები არ დაგროვდეს და ხარისხი გაუმჯობესდეს, აუცილებლად ამას ქვია ეგრეთ წოდებული ongoing evaluation and assessment. ანუ მუდმივი მიმდინარე განვითარება და შეფასება. კი ბატონო, და ამიტომ თქვენი შეკითხვა კიდევ ერთხელ ჩამომიყალიბეთ, ეს რა იყო? ხო, ანუ ჩვენ ინგლისური ენის მასწავლებლები რატომ არა ვართ მარტო ინგლისურის მასწავლებლები და აი როდესაც ესეთი კითხვარი წარმოდგინე მე მათ შეაქვს ეს ერთმა ორმა სტუდენტმა რა დამიწერა, იცით? თქვენმა კურსმა ცხოვრების ხარისხი გამიუმჯობესა, ცხოვრებაზე სხვანაირად შემახედა, არ ველოდებოდი ამას. მე ახლა გასაგებია, რომ ჩვენ ბავშვებს და სტუდენტებს დასრულები იქნებიან ეს თინეიჯერები თუ სხვა ასაკის, ყველანაირად თან პოზიტიურადაც ვეხმარებით, მაგრამ ამ დონემდე რომ ადამიანს ეს ეხას გაესვა და დაეწერა, ამას ნამდვილად არ ველოდებოდი. როდესაც მე ცოტა დეტალურად ჩავეკითხე, იცით რა მითხრეს? როდესაც მოვდივართ, იმდენად ჩართულები ვართო, იმდენად არასტრესულ გარემოში ვმუშაობ და ძალიან მომთხოვნი ბრძანდებითო, რომ ჩვენ ეს პასუხისგებლობები, რომლებიც თქვენთან მუშაობაში გამოვიუმჯობესეთო, ავტომატურად გადავყვა სხვა საქმეშიო. სხვათა შორის ერთ სასაცილო ისტორიას მოგიყვებით კიდევ. ერთი ძალიან ცნობილი ბიზნესმენი დადიოდა ჩემთან, რომელიც აი ძალიან გადაღლილი ადამიანი იყო, ძალიან დატვირთული და ნუ მე ყველანაირად ვეხმარ დილის 7 საათზე დადიოდა, ღამის 11 საათზე დადიოდა და გავიხეთ 1-3-4 თვის მერე მისმა ცოლმა დამირეკა, მეუღლემთ და ვიფიქრე რაშია საქმე, ყომშვიდობა. ქალბატონ ლელაო, 1-2 რა უქენით ამ ჩემ ქმარს, ასეთიო ბავშვების გასეირნება დაიწყო, სახლში ყვავილების მოტანა დაიწყო, კაცი საერთოდ შეიცვალაო და ერთი რა უქენით ასეთიო და ჩემთვის ეს როგორი უცხო ის იყო, იცით, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია და მე როდესაც დავეკითხე ამ კაცს და მე ყოველთვის როგორც ახლა ხარისხის მართვის სპეციალისტი და ამ საკითხში ძალიან გათვითცნობიერებული იქნებავთ, კერძო მოსწავლე იქნება თუ ცენტრებში თუ სხვადასხვა სასწავლებლებში, სადაც ვასწავლი, ყოველთვის შეფასების კითხვას ვაძლევ ხოლმე, რომ დავინახოთ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ეს იქნება რაღაცა ისეთი საკითხებია, რომლებიც არის გასათვალისწინებელი და როდესაც ამასაც დავაწერინე ეს კითხვარი, ნახეთ ეს ფოკუსი რატომ გააკეთა თურმე ამან ჩემთან რომ არ ვაძლევდი ზედმეტი, ასე ვთქვათ, როგორც უნდა ისე სიარულის საშუალებას, ვთხოვდი, ვასწავლე როგორ ისწავლოს, სწორი აქცენტები დაუსვი და დადებითად და პოზიტიურად ავუხსენი, რას ნიშნავს სწავლა და როგორ უნდა მოახდინოს მან პროგრესის მონიტორინგი. ნახეთ როგორი საინტერესო რამ მოხდა, ისევე როგორც ენის სწავლებაში, ავტომატიკაში რომ გადაგიდის, მაგალითად საუბრის დროს გრამატიკა თუ არ იცი, კარგად ვერ ისაუბრებ, ხო? და სხვადასხვა ეგრეთ წოდებული task based მიდგომებით, ჩვენ რომ თავისუფალ ეგრეთ წოდებულ fluent საუბარს ვასწავლით მას, ის აღარ ფიქრობს უკვე გრამატიკულ ფორმებზე და თავისუფლად საუბრობს. ამ პიროვნების შემთხვევაში, ოღონდ ეს საკითხი, ზუსტად ნახეთ, რასაც ჩემთან მიეჩვე, ის ავტომატურად გადაუვიდა სხვაგან კომუნიკაციის თვალსაზრისით. აღარ ისტრესებოდა, ბუნდოვან შეკითხვებს აღარ სვამდა, არასწორად არ ტრიალებდა ერთი წლის გარშემო და ზუსტად ეს არის ჩვენი მიღწევები და სწორედ ამიტომაც მოვინდომე მე შედარებით მოგვიანებით ეტაპზე სერიოზული პოზიტიური ფსიქოკონსულტანტის სერტიფიცირება მივიღე ვისბადენის ცენტრში გენაცვალეთ და გავხდი პოზიტიური ფსიქოკონსულტანტიც. ნახეთ რატომ პედაგოგს ადამიანის ბავშვი იქნება თუ დასწული თუ თინეიჯერი ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ ჩვენ პირველ რიგში მას პატივს არ ვცემთ როგორც პიროვნებას თავისი უცნაურობებით, დატვირთულობებით, სისწორით თუ არა სისწორით ძალიან გაგვიჭირდება მათთან მუშაობა. მით უმეტეს არ დაგავიწყდეთ რომ დღეს ონლაინ შეიძლება ყველაფერს გაკეთება. სულ არ ჭირდება სიტყვაზე მასწავლებელი თუ შენ მოუშალე მას ნერვები და არ მიეწია განების საშუალება, ტექნიკურად წავა დადებითად დაგემშვიდობება და არაფერს არ გააკეთებს და ნახეთ კიდევ ერთხელ გავუსვა გარემოებას ხას გენაცვალეთ რომ ჩვენ მარტო შემოსავლისთვის არ ვმუშაობთ.
ჩვენ რაღაც ამბიციისთვის არ ვმუშაობთ. ჩვენ ადამიანებს ვეხმარებით, ვაყენებთ მათ სწორ გზაზე, თავის დროზე ასე მასწავლეს ბატონმა ნიკო ყიასაშვილმა, ქალბატონმა ჯანიკო სირიამ, არაჩვეულებრივმა ქალბატონმა რუსუდან ტყემალაძემ, რომელიც საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის დირექტორია და დღემდე ხელს უწყობს საქართველოში ინგლისური ენის პედაგოგების განვითარებას. მათი აღსაზრდელი ვარ, ასე ვთქვათ მე და არაჩვეულებრივად დაგვანახეს ჩვენ ის გარემოება, რომ პირველ რიგში პედაგოგი ბავშვის, სტუდენტის, დასული იქნება ეს თინეიჯერი თუ სხვა ასაკის შემსწავლელი, პიროვნებას უნდა სცემდეს პატივს და აინტერესებდეს ის როგორც ადამიანი და მხოლოდ შემდეგ ასწავლოს სპეციალურად. კი ბატონო. კარგით. მაშინ ლოგიკურად გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, რას გულისხმობს ტერმინი ფსიქოემოციური გაძლიერება? კი ბატონო. ნახეთ. ნებისმიერი სწავლება უკავშირდება პიროვნებას. და პიროვნება ვინ არის? ადამიანი. ადამიანი ვინ არის? თავისი შინაგანი რესურსების მქონე პიროვნება. ამიტომ ეს ტერმინი ფსიქოემოციური გაძლიერება გულისხმობს ადამიანის შინაგანი რესურსების გაძლიერებას, სტრეს მედეგობის და თვითშეფასების ზრდას. დღეს ხო ხედავთ როგორ აკლიათ ადამიანებს პოზიტიური თვითშეფასება. აქვთ რაღაცა ეჭვები საკუთარ თავში, დასტრესილები არიან სხვადასხვა ცხოვრებისეული და საკითხები. ძალიან გავრცელებულია, ხო? კი ბატონო, კი ბატონო. და ეს კი, ნახეთ, არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, ეხმარება მათ მენტალური კეთილდღეობის შენარჩუნებაში. ანუ მან უნდა შეძლოს საკუთარი ემოციების დადებითად მართვა, გაძლიერება და გარემოში არსებული სირთულეების, იქნება ეს სტრესი, იქნება ეს კრიზისი, ავადმყოფობა თუ სხვა, კონსტრუქციულად გადალახვა. გთხოვთ ყურადღება გაამახვილოთ ამ კონსტრუქციულობაზე, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი კაი ბიჭი და ჩემი კაი გოგო და უგენაცვალე და რაღაცა თვალში ნაცრი შეყრა და არასწორი შექება. არა ბატონო, მან უნდა თავისი პრობლემა სწორად დაინახოს ჩვენი მეშვეობით და ნახეთ აქ ძალიან გთხოვთ მომეცით იმის საშუალება როგორც ლინგვისტი ჩავერთო. ეს ხომ ყველაფერი ვერბალურად ხდება, ენობრივად ხდება და აი სწორედ ლინგვისტური კომპეტენცია ის B2 და C1 და C2 დონე არის საჭირო უცხო ენაში გულისხმობ იმისათვის რომ ეს უცხო ენაზე კარგად მოახდინოს და მინდა გითხრათ საკუთარ დედა ენაზეც მნიშვნელოვანი განვითარებებია საჭირო იმისათვის რომ კომუნიკაციის თვალსაზრისით მან შეძლოს ყველასთან სწორი კომუნიცირება და მათ შორის საკუთარ თავთან. პოზიტიური ფსიქოკონსულტირებაში არსებობს ესეთი მიმართულება positive self talk, ანუ პოზიტიური თვითსაუბარი, ესე იგი შენ თავს მუდმივად დადებითად უნდა ეკონტაქტო და უკრიტიკულეს და სერიოზული კრიზისის სიტუაციებშიც კი ეს დადებითობა არ უნდა მოიშორო. დავაზუსტებ კიდევ ერთხელ, დადებითობა აქ არ ნიშნავს თვალში ნაცრის შეყრას ან პრობლემისთვის ზურგის შექცევას. არა, იმისათვის რომ შენი რესურსები შინაგანი გააძლიერო, დადებითად უნდა აზროვნებდე და ყველაფერი გამოვა. კი. და იცით, ეს საკითხი ალბათ დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ხო? რა? კი გენაცვალეთ. იმიტომ რომ ვერ ხედავთ როგორი ტემპით იზრდება დღეს და ვითარდება საზოგადოება. უდიდესი სტრესია, ტექნოლოგიური პროგრესი, კრიზისები გნებავთ, პოლიტიკური კრიზისები გნებავთ, გარემოსდაცვითი კრიზისები. კი ბატონო, და ამიტომ ეს ასეთი მიდგომა ეხმარება ადამიანს უფრო კარგად გაუმკლავდეს ყოველდღიურ გამოწვევებს და შეინარჩუნოს ფსიქიკური ჯანმრთელობა. პოზიტიური აზროვნება, სხვათა შორის მე კვლევები მაქვს წაკითხული, ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ ადრეულ ეტაპზე კიბოსაც კი უკუაგდებს. კი ბატონო, იმიტომ რომ ის თურმე ამ ქრომოსომებზე და ტვინზე ძალიან ესე ფუნქციონირებს და სწორად მოქმედებს და ესეთ კრიტიკულ და კრიზისულ დაავადებებშიც კი შეიძლება შენ რაღაცა პატარა წვლილი შეიტანო იმისათვის რომ უკეთესად გახდე. მაგარი. ანუ ნახეთ, აქ კიდევ რა არის მთავარი? ეგრეთ წოდებული can do statement-ების ლაპარაკი, ანუ შემიძლიას და არა არ შემიძლიას. ვერ გავაკეთებ კი არა, ამას ხვალ უკეთესად გავაკეთებ. აბსოლუტურად გეთანხმებით. მე ხშირად ვაქცევ ხოლმე ამას ყურადღებას და ყოველთვის დაბალი თვითშეფასება არის იმისი განპირობებელი, რომ ენის სწავლაშიც ასე კი ბატონო, ეს ნახეთ რა არის? ეს გარემოსაც ეხება, რა გამოცდილება აქვს, როგორ ოჯახში იზრდება, თქვენ წარმოიდგინეთ ზოდიაქოს ნიშნებსაც კი აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და რა პერიოდში ხარ თურმე დაბადებული წლის რომელ ნაწილში და თვარის რომელ ნაწილში და ასე შემდეგ. თურმე ეს კი, რა თქმა უნდა, ხა ამაზე არ უნდა გავაკეთოთ ისეთი აქცენტი, მაგრამ ამასაც თავისებური, იცით რა, თავისებური საწყის ეტაპზე თავისებური წვლილი აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ისინი ვართ ცოცხალი ადამიანები, ხო სწორია, მთელი თავისი ნიუანსებით, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ
ამიტომ პოზიტიური ეს აზროვნება, ეტარები ყველა. მომავალზე ორიენტირებულობა და რაც მთავარია, გზნობას გონება უნდა უსწრებდეს წინ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. კი. მაშინ ეს მითხარით, რატომ აქვს სტუდენტებს ხანდახან მაღალი აკადემიური შედეგები, მაგრამ მაინც დაბალი თვით შეფასება ან პირიქით? კი ბატონო. ნახეთ. ძალიან საინტერესო შეკითხვაა გენაცვალეთ ეს, იმიტომ რომ აი წეგან ზოდიაქოს ნიშნებზე ვსაუბრობდი და ყველა თავისებურია. დაშტამპული აზროვნების სტუდენტები არ არსებობს. ერთ ოჯახში ძმები ძმები ხო გყავთ? ყველა ერთნაირები ვართ? არა. ყველა ვართ სხვადასხვანაირები. ამიტომ აი თქვენი შეკითხვა რატომ აქვს სტუდენტს მაღალი აკადემიური შედეგები და დაბალი თვით შეფასება? ან პირიქით პირდაპირ დაკავშირებულია პირველ რიგში სრულყოფილებისკენ სწრაფვით, ეხეთ აქ პერფექციონიზმი და მუდმივი შედარება თანატოლებთან. ოკეი? ხო? შემდეგი საკითხი არის სწავლის პროცესი, გაზრდილი აკადემიური სტრესის არსებობა და ასე ვთქვათ, იმის შიში, რომ ამას ვერ გააკეთებს. ნახეთ, აი ყოველთვის ხუმრობით ვეუბნები ხოლმე ჩემს დოქტორანტებს. თუ არ შეგეძლო, დრო არ ქონდა, გეზარებოდა მუშაობა და იღლებოდი, რატო აბარებდი ბატონო? ვაიმე, გაგიჟდებით, ესე იგი დედა ქალბატონო ლელა ამის დრო სად მაქვს და როგორ რაღაც ცუდად კი არ ამბობთ ან ამას ძალიან ალალაკ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ვიხსნებით. იმ გაგებით, რომ ხელოვნურად არ ვიქცევით და პედაგოგმა ხო პირველ რიგში და მათაც აქვს სურვილი რომ გასწავლის ფსიქოემოციური ფონი უნდა დააბალანსოს, გენაცვალე, მაგრამ სულ ხუმრობ ხოლმე, კაცო, იქით ჩვენ ხო არ მოგიგაკუნეთ, კარგად, თქვენ მოხვედით ჩვენთან. აი, ამიტომ სწორედ ჩვენ ისეთ აქცენტებს ვაკეთებინებთ მათ, რომ შეინარჩუნონ მაღალი სტანდარტები და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით, ვასწავლით როგორ ისწავლოთ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. გესმით, ის იღლება, იმიტომ რომ 60 გვერდიანი სტატია ვერ დაამუშავა. ამიტომ ეგრეთ წოდებული reading between the lines ხაზებს შორის კითხვა, თავარი და მეორე ხარისხოვანი აზრის გამოტანა, შემდგომ ანალიტიკა, სკიმინგი, სკენინგი გეცოდინებათ ეს ტერმინები შეგნებულად ინგლისურად ვამბობ. სკიმინგი არის ძირითადი ინფორმაციის გამოტანა, სკენინგი უფრო დეტალური ინფორმაციისთვის კითხვა. მოდით შევთანხმდეთ რა. ესე იგი, მზარეულობაც კი და ჩვეულებრივი საქმეც კი თუ პრაქტიკა არ აქვს, არ გამოგივა და აბსოლუტურად იგივეა სწავლებაში და სწავლაში. და აი ძალიან კარგად თქვით, უნდა ვასწავლოთ როგორ ისწავლონ. და მინდა გითხრათ, ეს უნდა დაიწყოს საბავშვო ბაღიდან და სკოლიდან. იცით რა, ეხლანდელი ესე ვთქვათ, დაწესებულებები საგანმანათლებლო უკვე საერთაშორისო აკრედიტაციები რომ უნდა მოიპოვონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ვხედავ ახლა მე ხო უყურებ და სხვადასხვა გადასახადებიდან უკვე ანვითარებენ ამას ბავშვებში, ამერიკული აკადემიები, ბრიტანული აკადემიები. ალბათ კერძო სკოლებში ძირითადად. კერძოები არა, სახელმწიფო სკოლებშიც, რატომ იცით? სახელმწიფო სკოლებსაც განათლების სისტემის და რეფორმის ფარგლებში თავისებური კრიტერიუმები აქვს შესასრულებელი, გესმით და ამიტომ ნელა დაიხვეწება ყველაფერი. ვიფიქროთ პოზიტიურად. კარგი. მოდით მითხარით, როგორ უნდა ამოვიცნოთ ემოციურად სუსტი მოსწავლე? როგორ უნდა ამოვიცნოთ ემოციურად სუსტი მოსწავლე? ადვილია, თავიდან ხოდი, ხდება თუ იცით რა, მე არასდროს არ მიყვარს ძნელია, ადვილია, კარგია, ცუდია, ასე შაბლონურად ხო რაღაც. ორი უკიდურესობის დადება, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ადამიანებთან გვაქვს საქმე, ყველა ადამიანი განსხვავებულია. ვერ მოვაქცევთ. კი, რაღაც გარკვეული სტანდარტები არის. კი ბატონო, გეთახმებით, მაგრამ ერთის მეორეზე დაშტამპით გადმოტანა არაფრით არ შეიძლება. გეთახმებით. ამიტომ ნახეთ, ყველაზე მთავარი რაც მე დავინახე ემოციურ სისუსტეში, ეს არის სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვა. აპათია. ერთგვარი, ხო? ანუ უმიზეზოდ ხშირად გაღიზიანება. აი ხო უყურებთ ახლა ჩვენ ხო აქედან უყურებთ მათ. გარდა ამისა, გონებრივი და ესე ვთქვათ, გონებრივი დამოკიდებულება რაღაცაზე, სულ ცუდი აზრები, სულ უარყოფითად ფიქრი, აზროვნება და ყველაზე მთავარი გენაცვალეთ რაც დავინახე, ქრონიკული დაღლილობა. ქრონიკული დაღლილობა, ამიტომ ესა რომ გაგიჟდებით, ამიტომ ნახეთ ახლა ჩვენს მიმართულებით ყოველთვის ვცდილობთ, უნივერსიტეტის სტუდენტი იქნება ეს, კორპორატიული სტუდენტი იქნება ეს, თუ კერძო მოსწავლე იქნება, ან სხვა რაიმე კონტექსტში. გარდა იმისა, რასაც ვასწავლეთ, პლუს კიდე ვასწავლით როგორ ისწავლონ.
გესმით? კი. რომ აი იგივე სწრაფი კითხვა, თავარი და მეორე ხარისხოვანი ეს აზრის რაღაც გამოტანა, უნარები, ძირითადად. რატო იცით? ნახეთ, ამასაც თან ვხუბრობ ხოლმე ისე ვაკეთებ, სულ ვერც გზნობს ის, კი არ ვეუბნები ახლა უნდა აი, ხომ, წაიკითხო აი, და ძირითადი მეც კი. ინფორმაციისთვის და ახლა უნდა წაიკითხო სპეციფიკური და უდებ იმ სტატიას და აბარაზია ეს სტატია ვეტყვი მაგალითად, ხო? აბა ვინ ეს არიან თავისთავად მთავარი ეს მოქმედი ქიმიკს პირები? გააკეთებს და და- გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი, რაც პრაქტიკაში არის გამოყენებული, ის აუცილებლად რჩება ჩვენთან. ანუ ვსწავლობთ ამას კარგად. თქვენ ახსენეთ კონკურენცია, ზოგი სტუდენტი ადარებს თავს ხვებს, ხო? აი რა გავლენა აქვს მუდმივ შეფასებას და ამ კონკურენციას მათ ემოციურ მდგომარეობას? ნახეთ, თუ ეს შეფასება არის ზომიერი და წამახალისებელი, ის ყველანაირად ზრდის мотиваციას. ოკეი? ამ ხრივ და თუ ის არის გადაჭარბებული, ის იწვევს ქრონიკულ შფოთს. ოკეი? აი მე მახსოვს ერთხელ წლების წინ სადღაც 2000-იან წლების დასაწყისი იყო ინგლისში სამაგისტრო პროგრამის მონაწილე, მომამზადე IELTS-ში, ანუ გამოცდაში, ინგლისური ენის გამოცდაში და კიდევ ეგრეთ წოდებული study skills კურსი გავუკეთე, ანუ სწავლის უნარების კურსი და რო ჩავიდა ეს ბიჭი იქა პირველი 2 თვე იყო საშინელ დღეში, იმიტომ რომ აქ ქართულ სტრუქტურებში მაშინ თან რეფორმების პერიოდი იყო და აქ არ იყო მიჩვეული საერთოდ სხვა რაღაცა სულ სხვა რაღაცა დახვდა იქ და იმდენი დავალება მიცეს, უცებ კვირაში თითო წიგნის წაკითხვა. კიდე რაღაცა სულ მეკითხებოდა იქნა გალბატონელა აი თქვა რომ ასწავლეთ ეს firstly secondly thirdly და reading between the lines და ესეთი რაღაცები ვაიმე ეს რო ამწოდოდაო საშინელ დღეში მაინც დაისტრესა ძალიან ეს ადამიანი, ხო? ამიტომ მოდით იცით რა მე არ მიყვარს შავი და თეთრი და კარგი და ცუდი და ესეთი ორი უკიდურესობა. ყველაფერი არის სწავლებადი, ყველაფერი არის განვითარებადი და ამიტომ პირველ რიგში ნახეთ ნებისმიერი საგნის და დარგის პედაგოგმა პირველ რიგში მოსწავლეს რაც უნდა ასწავლოს, ეს არის ისწავლოს როგორ ისწავლოს. ამითი დაურეგულიროს მას ფსიქოემოციური ფონი, ნახე, როდის არის ადამიანის შფოთვარე, როცა არ იცის როგორ გააკეთოს. და სულ ხუმრობ ხოლმე ზოგჯერ რომ იძალიანდებიან, მე ხო არ გეხვეწებით, თქვენ მოდიხართ ჩემთან და რახან მოხვედი და მე ქვემდებარე თუ არა და კარგად იყავ რესტორანში და კაფეში შემოგევლოს ჩემი თავი და გაკვეთილზე მოდი მოიკეცი ისე როგორც საჭირო. და რახან ამაზე ჩამოვარდა საუბარი, მოდით ვთქვათ, როგორ მოქმედებს სოცმედია თვითშეფასებას. ნახეთ, ისევ დავუბრუნდები იმ საკითხს, თუ სწორად გამოიყენება ის, არაჩვეულებრივად მოქმედებს. აი მაგალითად კორონობის პერიოდში სოციალურმა მედიამ გადაარჩინა ადამიანების სტრესს, იმიტომ რომ სულ Facebook-ზე, სულ LinkedIn-ზე, სულ აქ ერთმანეთს ვერ ხედავდით და ეხლა მე ჩემ შემთხვევაში მაგალითად როდესაც მოსწავლეებს ონლაინ ვამეცადინებდი, საერთოდ არ მქონია იმის დაბეჭდილება, რომ ვაიმე რა მეშველება. იმიტომ რომ დიდიდან საღამომდე ჩაფულები ვიღებთ. ამიტომ აქაც სწორი მიმართულებით უნდა იყოს ეს ასე ვთქვათ განვითარებული და ყველაზე მთავარი რა არის, იცით? ზედმეტი არ ვარგა არაფერი. სწორია, რა? არა, იცით რა არის? თქვენ რომ ამბობთ სწორი მიმართულებით. კი, გასაგებია რომ სწორი, ჩვენ ვიცით. ჩვენ უკვე მოზრდილები ვართ. აი იმ ბავშვებს და სტუდენტებს ვინ უნდა უჩვენოს ეს სწორი მიმართულება? კი, კარგი შეკითხვაა, პირველ რიგში ოჯახი. ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დედას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის ვინც ბავშვთან განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებთან ვინც არის, სახლში გულისხმობ, ხო? მე მახსოვს ჩვენ რომ ვიზრდებოდი დედა და ერთი ბებია და მეორე ბებია და мама და აი მე როგორ იყვენ ჩართულები, აბა, მაშინ ჩვენთვის ესეთი ცნობილი კინოთეატრები გაზაფხული და ამირანი იყო ფილარმონიასთან და რუსთაველის კინოში და დავყავდით და ტუთსი იყო ასეთი არაჩვეულებრივი ფილმი და იმისი გარჩევები და განხილვები, მე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოჯახური შეკრებები, სუფრები, საღამოები, ბიძები, დეიდები, მამიდები, ეს რატომღაც ახლა ასე აქტიურად მიშალა, რატომ იცით, ჯერ ერთი ეს სოციალურმა მედიამ და კომპიუტერმა, მე ხალხი გადამყარია მუშაობს დილიდან საღამომდე და არც დრო და არც ენერგია არ აქვს. მაგრამ მე ვთვლი რომ ნახეთ ესეთი ის არსებობს ჩვენ მენეჯმენტის ტრეინინგებში სწორედ ესე ხუმრობით ვასწავლით ხოლმე თუ გინდა მოძებნი გზას და თუ არ გინდა მოძებნი მიზეზს. ასე რომ შენ თუ გინდა ყველაფრის გზას იპოვე იმისათვის რომ უკეთესი გახდე. რახან კოვიდი ვახსენეთ ჩვენ, მითხარით ადვილი იყო თქვენთვის გადაწყობა იმ მთლიანად ონლაინსა კოვიდი. ნახეთ, ერთი სასაცილო დაკვირვება შემიძლია შეგგვთავაზოთ. პარასკევ დღეს დავიძინეთ სხვა საქართველოში და ორშაბათს გევიღვიძეთ სხვა საქართველოში. მიხვდით, იმდენად მაშინ ეს ავტომატურად მოხდა, საერთოდ არ გქონია ჩემი გადასახედიდან. იმის დრო დამეთანხმეთ თქვენც ხო პედაგოგი ბრძანდები და რაღაცა ისეთნაირად ხალხმა სამსახურები დაკარგა, დაიხურა ყველაფერი და ჩვენ მადლიზა გქონდა იმის შესაძლებლობა რომ ესე გაგვეკეთებინა ყველაფერი და იმას როგორ ვიწუწუნებდი აუ კომპიუტერთან რატო დავჭირქიო.
ხო სწორი, ამიტომ ჩემთვის ამას არანაირი როგორ გითხრათ, ისეთი კრიტიკული კატაკლიზმა არ მოუხდენია, როგორც პედაგოგისთვის. უკვე ონლაინ გაკვეთილი. კი, შიგადაშიგ აი განსაკუთრებით, როდესაც სტუდენტებს ვამზადებდით TOEFL-ში, IELTS-ში, GMAT-ში და ესეთ საერთაშორისო გამოცდებში და ვუშვებდით საზღვარგარეთ, შემდგომ ისინი იქ რო ისტრესებოდნენ ბევრი სამუშაოთი, ესე ონლაინ Facebook-ით ვამეცადილები და სულ ხომრობდი ხოლმე ცუკერს უნდა გაუგზავნო ცუკერას თავისი ჩემგან უდიდესი მადლობა რომ Facebook-ი არსებობს, იმიტომ რომ იმდენად გაამარტივა ურთიერთობა. ასე რომ დიდად რო გითხრათ რაიმე ისეთი კრიტიკული და კრიზისული რაღაცა არ შეცვლილა და გარდა ამისა, იცით რა, სახადასროვნებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ როდესაც ესეთი კრიტიკულ კრიზისული სიტუაციაა, იქ უკვე წოწუნი და პრეტენზიები აღარ გინდა ადამიანს და იცით რა, მიიღე მოცემულობა და ნახე ღმერთს მადლობა უთხარი, რომ უარესი მდგომარეობა არ არის. აბსოლუტურად მართალი. და იცით რა, მე გამიგია ეს მოსაზრება, რომ შემდეგ უკვე ცოტა გაუჭირდა ზოგ მასწავლებელს და ლექტორს დაბრუნება. გეტყვით ახლა მაგასაც, მე როდესაც ეს დიპლომი ავიღე პოზიტიური ფსიქოკონსულტანტობის, იქ იყო ძალიან ისეთი აქტიური აქცენტების გაკეთება ამ ფსიქოემოციურ მხარეზე და აი სწორედ რატომ გაუჭირდათ იცით სტაციონარულად ჯდომითი რეჟიმი ძალიან გლის ადამიანს. არაფერიც რომ არ აკეთო, არათუ სწავლა, რო იჯდე მარტო და ჭერში იყო, რომ ისიც დაქლეს. ამიტომ აი ეს მოშორდა ასე ვთქვათ ადამიანს და მე სოციალიზაცია ადამიანი ხო არის ეგრეთ წოდებული social animal, ხო იცით რა ეს ასე ვთქვათ კარგი ტერმინი. მისი ასე ვთქვათ coinage, რასაც ქვია, ხო სწორია რა ეტიკეტი და ამიტომ გაუჭირდათ, იმიტომ რომ ის მაგრამ ნახეთ, აი ეს აზროვნება პოზიტივზე ორიენტირებულობა და მომავალზე ორიენტირებულობა სწორედ ამას გვასწავლის, რომ შენ მიიღე ის მოცემულობა, რაც არსებული მოცემულობა, ისეთი როგორც არის და უკან კი ნოიყურები, იყავი აქ და ამჟამად და იფიქრე მომავალზე და ყველაფერი კარგად გამოვა. და აი მე რომ მორჩა ეს ყველაფერი, არ გაუჭირდა ზოგს ზოგს გაუჭირდა, ნახეთ ახლა ჩემი დაკვირვებით, აქ იყო რამდენიმე მომენტი. პირველი გასარმაცდნენ, ჩაჯდნენ სახში და რაღაც მომენტში ეს მათი ბრალიც არ იყო. ფსიქოემოციურად მოდუნდნენ. ეს ერთი. მეორე, უცებ დაინახეს, რომ არც მანქანაში ბენზინია ჩასასხმელი, არც გარეთ არის გასასვლელი, შეიძლება ასე გააკეთო, საცობებშიც არ უნდა იყო ადამიანი და ასე შემდეგ. და აქ ახლა როგორც პედაგოგი იმას ვიტყვი, რომ მარტო დისტანციურობა არაფრით არ არის სასარგებლო, იქ უნდა პირისპირ შეხვედრები იყოს, წერითი მომენტები ხელით წერითი და არა კომპიუტერით დაბეჭდვა იყოს და ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ რა, ცხოვრებაში არ არის ყველაფერი black and white. კარგი და ცუდი, ორი უკიდურესობა. უნდა ვნახოთ ზომიერი ბალანსი. თქვენთვის როგორ იყო? ადვილი იყო დაბრუნება. ხო გეუბნებით, არც შესვლა მიგძვნია და არც გამოსვლა კორონული პერიოდებიდან, იმიტომ რომ მე ხლა ისედაც ყოველთვის აქტიური პედაგოგი ვიყავი, არასდროს არ მახსოვს მე რომ გინდა ჯგუფში, ანუ აუდიტორიაში ყოფნისას რამე მოდუნებულად, ნახეთ, ჩემი პოლიტიკა რა არის, იცი? თუ აიღებ ამ პასუხისგებლობას, ბოლომდე უნდა გაიტანო. იქ წუწუნი აღარ არის საჭირო. დაიღალე, წადი დაისვენე, შეისხიცი წყალი და მოდი სტუდენტთან, ხო სწორია რა და ამიტომ ჩემთვის ამას ძალიან, როგორ გითხრათ, ისეთი მტკივნეული შედეგები არ ქონია, იმიტომ რომ არც იმას და არც ამას. უბრალოდ, რა თქმა უნდა, პირისპირ კავშირი რომ მოშორდა, გარკვეულწილად ეს თავისებურად ადამიანს რაღაცა გიჩენს იმის ნაკლებობას, რომ პირისპირ ემოციური კავშირები უკეთესია, მაგრამ რომ ამას ხელი შეეშალა ჩემთვის რამეში, ნამდვილად ეს არ გაფიქსირებულა. და აქვე გითხავთ, როგორ ცვლის ტექნოლოგია ყურადღების კონცენტრაციის უნარს? იცით რა, აქაც ნახეთ ის თუ სწორად იქნა გამოყენებული, ნამდვილად დიდ ესეთ უხეშ კრიტიკულ ზეგავლენას არ მოახდენს. უნდა იყოს ის სწორად, ანუ ჩემი გადასახედიდან და ჩემი ასე ვთქვათ, გამოცდილებიდან ზომიერად უნდა იყოს ის გამოყენებული. აი იგივე ავიღოთ მოსმენითი უნარჩვევების სწავლების დროს, უცხოენის შესწავლისას. ხო, 10-15 წუთი არის ესეთი არაჩვეულებრივი BBC 6 Minute English learning website. არაჩვეულო ხო 6 წუთია, მაგრამ იმხელა შედეგი მოაქვს, იმას მოსდევს თავისი ჩანაწერი და თავისი სავარჯიშოები და აქცენტზე. ესე იგი, თავისუფლად შეგიძლიათ 2 საათიანი გაკვეთილი ხარისხიანად ჩაატაროთ იმ 6 წუთიან სესიებს. და გამოიყენეთ პრაქტიკულად, კი ბატონო. იცით რა მითხარით, რა ხან საუბრობ პოზიტიურ მეთოდიკაზე, რა განსხვავება პოზიტიურ და ზედმეტადლმოვიერ მიდგომებს შორის? ნახეთ, პოზიტიური სწავლების მეთოდიკა არ არის მხოლოდ შექება.
ნახეთ, კი. ეს არ შეგვეშალოს. კი. ეს არის მომავალზე ორიენტირებულობა. უცხოენის სწავლებაში ან ნებისმიერი სხვა რამე საგნის სწავლებაში ეს არის რა? მოსთხოვა უნდა სტუდენტს აკეთოს ის რაც ევალება. არ იყოს, არ შეეშინდეს შეცდომების დაშვების, მაგალითად ეგრეთ წოდებული oral fluency, ანუ ზეპირი თავისუფლად საუბრის ტექნიკების სწავლებისას. იყოს ჩაჯენილი დავალების კონტექსტში, არ გამოვიდეს დავალებიდან და ასე ვთქვათ, არის ესეთი გამოთქმა risk taking in teaching and learning. რისკზე წავიდეს, რისკი ახლა ამ შემთხვევაში რა იგულისხმება, იცი? მაგალითად გრამატიკულ ფუნქციებზე მოვარჯიშებ, გამოიყენოს ის ნახოს როგორ გამოადგება და შემდეგ თუნდაც დაუშვას შეცდომა, არა უშავს იმას ავტომატიკაში გადავიყვანთ შემდეგ. და გარდა ამისა, თვალი არ უნდა დაიხუჭოს პრობლემებზე. აი ეს არის ყველაზე პოზიტივიზმი არ ნიშნავს შენ ჩემი კაი ბიჭი ხარ, შენ ჩემი კაი გოგო ხარ. კი ბატონო, უბრალოდ ნახეთ ახლა აქ რატო არის მნიშვნელოვანი ეს აქცენტი გენაცვალეთ. პოზიტიურობა ამ შემთხვევაში გულისხმობს კონსტრუქციულად საკითხზე ყურებას და ყველანაირად ემოციური დაძაბულობის მინიმუმამდე დაგვანას. აქვე არის უკუკავშირიც, ხო? ეს უკუკავშირი და შეფასება ფაქტიურად ძალიან კავშირში ერთად. კი გენაცვალე, რა თქმა უნდა. უკუკავშირი, შეფასება ნახეთ ძალიან მომწონს სიტყვა ინგლისურად უკუკავშირი feedback. Feedback აჭამე უკან, გამოკვებე უკან, დაუბრუნე ის რაც ჯადო. ხო სწორია რა? და ამიტომ ეს უკუკავშირი ნახეთ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ თუ ადამიანისთვის კარგი გვინდა არა მარტო სასწავლო გარემოში, ჩვეულებრივ მეგობრისთვისაც, ნათესავისთვისაც, ამხანაგისთვისაც აუცილებლად რეალისტური, სწორი და კონსტრუქციული შეფასება უნდა მიცეთ. თუ გვინდა ის განმავიდარო. არც ზედმეტად გარებითი, არ ზედმეტად თუ არ ყოფილი რეალისტური, იმიტომ რომ ნახეთ რა არის ახალგაზრდა ასაკიდანვე ადამიანი უნდა მიიჩვიოს სწორად აზროვნებას. და როდესაც სწორად აზროვნებ ადამიანი დამიჯერეთ მე არ გჭირდება არავინ ზედმეტად. შენ მართავ უკვე საკუთარ სიტუაციას. და ეს მე ძალიან კარგად დავინახე განსაკუთრებით აი ჩემს კორპორატიულ კლიენტებთან, ბიზნესმენებთან, დაღლილ, დაქანცულ და გამოქანცულ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომ როდესაც ჩვენ ავხსენით, რომ გინაცვალეთ ეს თქვენ, სახში დავალება არ გვინდა, ამის დროსაც გვაქვს ვეხუმრები ხოლმე, მე ხო არ მომდივარ შენთან. შენ პოულობ მე და დამიჯერე გინაცვალე და ნახავ როგორ დამიჯერე რა თვალსაზრისით იცით? იმას უნდა სწრაფი შედეგი. მესმის სახში დავალების კეთების საშუალება არ მესმის, მაგრამ რა არის იცით, მაშინ შედეგებსაც ნუელი. მით უმეტეს სწრაფ შედეგს. მით უმეტეს სწრაფ და მით უმეტეს უცხო ენაში. კი. ეს ძალიან კარგი საკითხია. ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე. ნუ თუ, აი რაც არ უნდა დაკავებული ვიყოთ. ნუ თუ არ არსებობს დღეში 10-15 წუთი, ეს ხო ის მინიმუმია. ისევ გავიმეორებ. თუ გინდა მოძებნი გზას, თუ არ გინდა მოძებნი მიზეზს. წერტილი. ანუ არსებობს. არსებობს. ყოველთვის არსებობს და მე რა არის იცით კიდევ მთავარი? აი ჩვენ მენეჯმენტის მიმართულებით როდესაც გავდიოდით გადამზადება სულ გვასწავლეს. ერთ ბაშად ბევრს ნუ მოინდომებთ. კი. რიგობით აკეთეთ ყველაფერი. ისევე როგორც ჩვენი პროფესიული განვითარების თვალსაზრისით თანმიმდევრულად ვაკეთეთ ყველაფერი. თუმცა ეს ერთბაშად ბევრის მოთხოვნა მე მგონი საკმაოდ გავრცელებულია. სამთვეში მინდა ინგლისური ვისწავლო მაგალითად. ესეც ნახეთ, ისევ პოზიტივიზმზე გადავიდეთ. და ჩადექი მის მხარეს. უნდა რაკნას 6 თვეში წასასვლელი ამერიკაში და უნდა რომ მაგრად ილაპარაკოს და იმას კი არ უყურებს, რომ იმ 6 თვეში დღე და ღამეც რო იმეცადინო, იმ შედეგს ვერ მიაღწევ, რასაც 2 წელი ჭირდება. მაგრამ რასეუბნებით ხო? რასეუბნებით და რეალობას რეალისტური შეფასება, ჯერ ერთი სწორი თვით შეფასება და მეორე რიგში გენაცვალეთ სიტუაციის რეალისტური შეფასება. ჩვენ მეუბნებით, რომ ამდენი ნერვიულობის მაგივრად, მოდით თანმიმდევრულად გამოყავი კარგი დრო და შეხედეთ აი ძალიან პრაქტიკულად და ობიექტურად რას ვასწავლი, რომ იმაზე უკეთესი ხო იქნები 3 თვის მერე ვიდრე დღეს იყავი. დაკმაყოფილდი ამით. კი ბატონო, კი. ესე იგი, მაინტერესებს, აი ფაქტიურად თუ გახსენდებათ ესეთი შემთხვევები, როდესაც აი ესეთი სწორი მიდგომა, სწორი სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდა თქვენი მოსწავლეებისთვის. ალბათ გექნებოდათ, რომ თითქმის ყველა მეუბნება, როდესაც მე აი ესეთი როგორ გითხრათ პრინციპულობის გამომხატველი ვარ მათთან ამ საკითხთან გამომდინარე. დაინახეს ალბათ ყველაზე სასაცილო რა არის გენაცვალე იცით, რომ
ხო ხედავენ რომ რაღაცა უჭირთ, მაგრამ თან არც გეშვებიან, იმიტომ რომ ხედავენ რომ შენ მათზე დადებიძე გავლენას ახდენ, მაგრამ თან ეზარებათ და რას მაძლევენ ხოლმე იცით როგორც უკავშირს რომ ცხოვრების ხარისხი გამომიუმჯობეს და საკითხს უფრო კარგად დაუწყე ყურება. ანუ ნახეთ როგორ არის, აქაც ახლა არის ფიქრობთ რომ ამითი ჩვენ რაღაცა სასწაულ გარდაქმნას ვაკეთებთ, მათში არა, სწორი აქცენტების დასმა. თქვენი შესასწავლად მოხვედი? ნუ გაქვს სულ მუდმივად ის რომ გრამატიკა არ მინდა, სალაპარაკო მასწავლე, სახში დავალება არ მომწე. იქ რაღაცა სხვა დარგის შესასწავლად მოხვედი, იმ დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მე რას ვაკეთებ ხშირად იცით, რომ ეგრეთ წოდებულ სამსახურებრივ აღწერილობას ვაკანსიებში ვაკითხებ, რისთვის უნდა ის, რასაც ჩემთან სწავლობს. და მეუბნები რომ აი ნახე უკავშირებთ ზუსტად კონკრეტულად რა არის მოთხოვნა და შე რო ეს მოთხოვნები მაგალითად აი ეფექტური კომუნიკაცია, კლიენტების ურთიერთობების მართვა, მითხარით ერთი არათუ უცხო ენაზე, საკუთარ დედა ენაზეც, როგორ უნდა მართო ურთიერთობები თუ ლინგვისტური კომპეტენცია არ აქვს და თუ მათ არ ელაპარაკები მარტივი ენით, ჩამოყალიბებული მსჯელობით და რაც მთავარია, სწორი აქცენტების გაკეთებით. ამიტომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გამიმართლა იმაში, რომ ყველა ვინც ჩემს ხელში მოხდა, აბსოლუტურად კარგად გაიაზრა ყველამ ის, რასაც ვეუბნები და შედეგებით შესაფერისია. თქვენ დასრულებთან მუშაობთ ბავშვებთან? ბავშვებთან თავის დროზე ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი. მე როგორც გითხარით, პირველი კურსიდან ვმუშაობ, ამერიკულ კოლეჯში ვასწავლეთ და School of Tomorrow. მე რას ამბობთ? დღესაც სულ ჩემი ძმისშვილები მაგალითად და სხვა ბავშვებიც კიდე ნათესავების ბავშვებს სულ ამეცადეთ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მშობლებს აქვთ ხოლმე რაღაც კითხვები და აინტერესებთ ჩვენი აზრი. მაგალითად, როგორ უნდა ითანამშრომლონ მასწავლებლებმა და მშობლებმა? კი ბატონო. ნახეთ, მასწავლებელსა და მშობელს შორის უნდა იყოს ძალიან აქტიური კავშირი. პირველ რიგში იმიტომ რომ პედაგოგმა უნდა აღმოაჩინოს მოსწავლეში პოტენციალი. არა აქვს მნიშვნელობა ის როგორი შემსწავლელია. აუმაღლოს მას თვითშეფასება. ხო ხედავთ დღეს როგორი სერიოზული პრობლემაა სწორი თვითშეფასება. და რაც მთავარია, გაუღვივოს ცოდნის მიცემის სურვილი. ხო? და ეს როდესაც პედაგოგი ამას აკეთებს, ეს ბავშვზე და ის ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს. ანუ როცა ბავშვი ხედავს, რომ აი ამდენიც რო გააკეთოს, მასწავლებელი ამას დაუფასებს, ოდეს რეალისტური უნდა იყოს. ის უფრო მოტივირებული ხდება. გესმით? და რაც შეეხება მშობელთან თანამშრომლობას, ნახეთ, ბავშვი რაღაცა დროს სახში ატარებს, რაღაცა დროს სასწავლებელში ატარებს. ნუ დანარჩენს გართობას თავიდანვანებთ, ხო სწორია? და აქედან გამომდინარე, რასაც მაგალითად მასწავლებელი სკოლაში ხედავს, ისეთ ნიუანსს, რომელსაც მშობლის ჩარევა ჭირდება, ამასთან მიმართებაში მას უნდა ჰქონდეს კონჭიდრო კავშირი მშობელთან. აუცილებელია. ეს არ უნდა იყოს ხელოვნური, არ უნდა იყოს ესეთი რაღაცა არასწორი, ზედმეტი და ბავშვისთვის დისკომფორტის შემქმნელი. კი. რას ეტყოდით მშობლებს, რომლებიც მხოლოდ ნიშნებზე არიან ორიენტირებული, იმიტომ რომ ხშირად ალბათ ესეა. იცით რა, აი ჩვენ სულ ვახსენებ ამ ჰარვარდს და კემბრიჯს და ესეთ მიდგომებს, იმიტომ რომ ეს სტანდარტია, ხო, აბსოლუტურად სულ გვასწავლიდან იქ, რომ the score and the mark is just a number, ციფრია მხოლოდო. ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვუგულვებელყოთ, არამედ ნახეთ, რა არის იმ ციფრის უკან, რა კრიტერიუმია. აი ესევე როგორც მაგალითად იგივე შეფასების კრიტერიუმებში 5 არის მაგალითად თემა უწერია სრულყოფილად, ჩამოყალიბებულად და გააზრებულად. 4 არის თემა უწერია ნაკლებად სრულყოფილად, კარგად, ცუდად და ასე შემდეგ. ხო სწორია, იმას თავისი კრიტერიუმები. ამიტომ მშობელსა და მასწავლებელს შორის ისეთი თანამშრომლობა უნდა იყოს, რომ ისინი ავსებდნენ ერთმანეთს. და ნახეთ, მე ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად რაღაც ისეთი უხილავი კავშირი უნდა იყოს იმისათვის, რომ ისე უნდა დაუკავშირდეს მასწავლებელი მშობელს, რომ ბავშვმა ეს სულ ვერ იქცნოს და მშობელმა თავისი გადასახედიდან ისეთი ნიუანსები უნდა დაინახოს, რომელთაც პედაგოგს თუ შეატყობინებს, რომლებსაც პედაგოგს ის ბავშვზე გავლენას მოახდენს დადებითს. და შეიძლება რომ მშობელმა რაღაცნაირად დაასუსტოს ბავშვის თავდაჯერებულობა. შეიძლება გაუცნობიერებლად, მაგრამ ხდება ხოლმე. როგორ არ შეიძლება თუ ყველაზე მთავარი ახლა მშობლის მხრიდან რაც არის მნიშვნელოვანი ბავშვთან ურთიერთობაში, ის უნდა იყოს მისი მეგობარი. ბავშვს გაუკეთოს კონსტრუქციული კრიტიკა, მიმღებლობა განავითაროს მასში და არავითარ შემთხვევაში მასზე შეურაცხყოფა არა. მის მიმართ შეურაცხყოფელი კომენტარები არ გააკეთოს, თუნდაც სამართლიანად რო დაიღლება და ამოუვა ყელში უკვე მისი საქციელი.
რაც ალბათ რთულია, მაგრამ განსაკუთრებით რაღაც თინეიჯერობის პერიოდში. იცით რა? კეთახმებით რთულია, მაგრამ ნახეთ ისევ დაუბრუნდები იმ მომენტს, რატო აჩენ შვილს მაშინ თუ ვერ ზრდიდეს. კი, თუ გააჩენ ბავშვს, დედას განსაკუთრებით თავისი როლია თავიდანვე ეს გაცნობიერებული, ხო? თქვენ თქვით, რომ სტუდენტებს შეცდომის დაშვების არ უნდა ეშინოდეთ კლასში. ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ როგორ უნდა შექმნას მასწავლებელმა ისეთი კლასი, სადაც მოსწავლეს არ ეშინია შეცდომის? კი ბატონო, ნახეთ, პირველ რიგში სწორი მეთოდიკა. ეგრეთ წოდებული task based teaching and learning, ანუ ამოცანის დავალების შესრულებაზე ორიენტირებული მიდგომა. ეს ეხება ყველაფერს, არა მარტო უცხო ენას, ყველა დარგში. გარდა ამისა, ეგრეთ წოდებული როლური თამაშები, ეგრეთ წოდებული case studies, ანუ პრაქტიკული სავარჯიშოები და რაც მთავარია, აი ჯგუფური და წყვილური მუშაობის მომენტი, რომელიც საკმაოდ დიდ დინამიკას ზრდის საკლასო ოთახში ზრდის დინამიკას, არა აქვს მნიშვნელობა რა საგან სასწავლით. ნახეთ, ახლა კიდევ მთავარი რა არის? ბავშვს უნდა განმოვითაროთ თვით გამოხატვის უნარჩვევები. მას უნდა დავეხმაროთ ისწავლოს უკეთესად. სწრაფი შედეგებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, თანმიმდევრულად უნდა მიაღწიოს ამ შედეგებს და საბოლოო ჯამში კარგი რეზულტატი დადგება. ალბათ გაკვეთილის დაწყებასაც აქვს, ხო? დიდი მნიშვნელობა პოზიტიურად დაწყება. კი გენაცვალე, ხალისიანი შეკითხვით უნდა დავიწყოთ გაკვეთილი პოზიტიურად. მაგალითად, გაგვიზიარეთ წინა დღის კარგი ამბავი და დაასახელეთ ის ემოცია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს განწყობას. ნახეთ, ახლა უცხო ენას რაც შეეხება, ასეთი მეთოდი ძალიან კარგია ეგრეთ წოდებული oral fluency, ანუ ზეპირი თავისუფალი საუბრის უნარჩვევის გასავითარებლად. იმიტომ რომ იმ ბავშვს გონია, რომ უბრალოდ რაღაცას გიზიარებს და ამ დროს ჩვენ მათ თავისუფლად საუბარს ვაჩვევთ. და კიდევ მითხარით, აი, ხდება ხოლმე ხო და მაინც უნდა გავიაზროთ, რომ ხანდახან მაინც კარგავენ სტუდენტები мотиваციას. რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, როცა ხვდება, რომ მოსწავლე აღარ არის მოტივირებული და ისევ და ისევ უბრუნდები მეთოდიკას. აი ეს task based learning, ანუ ამოცანა დავალების შესრულებაზე ორიენტირებული მიდგომა, როლური თამაშები და თან მონიტორინგი მუდმივი, რომ ნახოს პედაგოგი დაუკვირდეს რაშია საქმე, რატო ჭირს ბავშვს. ნახეთ, ხუმრობით ვამბობ, იქნება ფეხსაცმელი უჭირს და ამიტომ არის. გესმით, იქნება ტუალეტში გასვლა უნდა და ამიტომ არის. საერთოდ სხვა ფაქტორია, საერთოდ სხვა ფაქტორია, ხო? და აუცილებლად სწორი დიალოგი ბავშვთან. და გარკვეულწილად მომთხოვნელობაც გენაცვალეთ. ახლა ასეთი დიდი სერიოზული ლიბერალიზმიც არ შეიძლება. უნდა იყოს მომთხოვნი პედაგოგი იმასთან დაკავშირებით, რომ თანმიმდევრულად მიაჩვეო უნდა ბავშვი ამას ყველაფერს და როდესაც შემსწავლელი ეჩვევა, ეს გადადის ავტომატიკაში და ავტომატიკაში რაც გადადის განსაკუთრებით ენის შესწავლის თვალსაზრისით, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. კი ბატონო. მაშინ მითხარით, რას ეტყოდით ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელიც ახლა იწყებს თავის კარიერას? პირველ რიგში, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ პედაგოგობა უნდა. პირველ რიგში, აი, თავის თავს დაუსვას ეს კითხვა. კი ბატონო, თავის თავს დაუთვას ეს კითხვა. ანუ, რამდენად კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ამ დარგს უნდა მიუძღვნას თავისი თავი. მეორე, აუცილებლად საწყის ეტაპზე საფუძვლიანი გადამზადება ტრეინინგი უნდა გაიაროს. აუცილებლად. ზოგადი მეთოდიკის მინიმუმ, ზოგადი მეთოდიკის კარგი 40-50 საათიანი კურსი. ანუ ის რომ დაუშვათ ბაკალავრის დიპლომი აიღოს და მე სწავლება დაიწყოს, ამას არა, შეიძლება ესეც, მაგრამ დახანმთხოვეთ რომ რჩევა უთხარითო, მისი უკეთესი ეტაპისთვის იქნება ეს. ნახეთ, ხუმრობით ვამბობ კიდევაც, არათუ უცხო ენის სწავლება, მზარეულობასაც ვერ დაიწყებ თუ ტრეინინგი არ გაგავლო. და არ იცი ზუსტად რამდენი კოვზი მარილი ჩაყარო და შაქარი რაღაცაში. ხო, სწორია? ეს ნახეთ, გაძლევს ეგრეთ წოდებულ პროფესიულ თავდაჯერებულობას და მინიმუმამდე დადის შენი ნეგატივი. რაც უფრო თავდაჯერებულები არის და საიდან მოდის თავდაჯერებულობა გამოცდილებიდან? კი. და მოდით ვისაუბროთ თანამედროვე AI-ზე, როგორი როლი აქვს მას დღესდღეობით, რას ფიქრობთ? იცით რა, მე ვიტყოდი ასე. თუ სწორად გამოიყენება, თავისუფლად ის არაჩვეულებრივ როლს შეასრულებს. პირველ რიგში, რასაც ხედავ AI-ში შედარებით არანეგატიურს, არის ის, რომ არის სახალისო. ხო? კი, სახალისო. არის ის, რომ უცხო ენის შესწავლის თვალსაზრისით იქ, ასე ვთქვათ, კარგი გამოთქმით არის ნათქვამი რაღაცეები და ეგრეთ წოდებული native speaker-ულ, ანუ ენის ბუნებრივად მატარებლის ტიპის რაღაცეები არის. და გარდა ამისა, ნახეთ, მოდით ასე ვთქვათ რა, ბალანსი უნდა დავიცვათ. მაინც
ნებისმიერ სწავლებაში, მივდივართ არა მარტო უცხოენის სწავლებაში, ვინ არის გადამწყვეტი? პედაგოგი. პროფესიონალი პედაგოგი დღეს არავინ არ შეგიშვებს ჯგუფში თუ შენ შესაბამისი კომპეტენციები არ აქვს. ხო სწორია. რომ ამბობენ რომ AI ჩაანაცვლებს, რობოტი მასწავლებლები ჩაგვანაცვლებს. მე მაგალითად ასეთი ასეთი გადასახედიდან ვსჯელობს, ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს. ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ შეიძლება იქნება დამხმარე საშუალება, მეტი არაფერი. აი მაგალითად დაღლილია ხო მოსწავლე დღის ბოლოს და შენ 1 საათი კიდე გაქვს მასთან სამუშაო. მიეცი ეს AI-ზე სამუშაო, რომ გაერთოს ის. მიხვდით? და ამ დროს აი ავიღოთ მაგალითად მოსასმენი უნარების განვითარებაზე გაქვს ხო გაკვეთილი. ჩაუხდე ის AI-ს რაღაცა და მოусმინოს იმან და თუნდაც სიმღერას მოусმინოს და თუნდაც რაღაცა მულტფილმის პატარა ამონარიდი იყოს ფრაგმენტი, გესმით? და იქნება გარკვეული განტვირთვის. ანუ ნახეთ აქ რა არის ნახეთ ესეთი მიდგომა გვაქვს ჩვენ. რას ასწავლი ის კი არ არის მარტო მთავარი, როგორ ასწავლი ის არის მთავარი. და რახან თქვენ უნივერსიტეტებში ასწავლით ესე აქტიურად ამდენი ხანია. აი ახლა როგორ ხედავთ დავუშვათ ადრე 10 წლის წინ სანამ AI გამოჩნდებოდა და ახლა მათ ნაშრომებზე ახდენს გავლენას მოაქვთ AI-ის დაწერილი. ნახეთ ჩვენ პლაგიატის ამოცნობის სერიოზული პროგრამები გვაქვს ყველა, აბსოლუტურად სკოლებშიც არის ეს განაცვალე. და ამიტომ ეს რო იციან იმდენს ვეღარ ბედავენ რომ copy-paste იყოს იქიდან. გესმით? შეიძლება აწერინებენ და მერე ხო, ახლა მაგას ნახეთ როგორ არის, იცით, მოდით რეალისტურად უყუროთ. ვერასდროს ვერ მივსდევთ ჩვენ ვერ დავინახავთ რასაკეთებს. ხო? ხო, სახში რასაკეთებს. ამიტომ ნახეთ რა არის მთავარი პედაგოგიურად. სილაბუსებს როცა ვადგენთ, პირველ დღეს, როდესაც სტუდენტები მოდიან და ვაცნობთ, ასე ვთქვათ, საგნის მონაცემებს, საგნის მოთხოვნებს, საუნივერსიტეტო სწავლების პრინციპებს და ასე შემდეგ. ამაზე სერიოზული ხო? და თან მეგობრულ რეჟიმში ვეუბნებით, რომ ბავშვებო, კი ნუ გაიზარმაცებთ თავს. ისწავლეთ, როგორ ისწავლოთ. მეტი არაფერი. და ვეუბნებით, რომ ხა იმას ყოველთვის დაგიდგენ, შენ და ნიშნისთვის სწავლობ ამ ხელაფულს რო იხდი. მე მაგალითად ესე პირდაპირ ვეუბნები. პედაგოგს ყოველთვის შეგიძლია მოუძებნო ბავშვს რაღაცა ხარვეს და ჩააგდო ამის გამო. მაგისთვის არა ვარ ჩვენ. ეს ერთი. მერე აი როგორც წინა შეკითხვების შემთხვევაში ვახსენე, გენაცვალეთ, ვასწავლით როგორ ისწავლო. და ციტაი ჩემი დაკვირვებიდან, აი მაგალითად აკადემიურ წერაში, ბიზნეს კომუნიკაციაში, სადაც წერილობითი დავალებებია, ხო? რას უყურებ, იცით, აი ესე მე არც უმახვილებ ამაზე ყურადღებას. აღარც აქვს ამხელა ინტერესი იმ AI-ის მიმართ. ის რატო აქვს, იცი, იოლი გზა უნდა შედეგისად. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არ არის მიჩვეული მუშაობას. და უშუალოდ სკოლაში არის სწავლა ეს, მერეც ხო იცით, ახლა ნაირ-ნაირი ადამიანები არსებობენ ტვინის ფუნქციის და ათვისების უნარის და გარემოს აქვს მერე ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ გარემოში იზრდება ბავშვი, ვისთან ურთიერთობს, როგორი კრიტერიუმები აქვს. ყველაფერი ახდენს გავლენას. და ანუ აი ამას როცა ასწავლით როგორ ისწავლონ, ეს იმას განაპირობებს, რომ მე შეიძლება არც უნდებათ რომ მთელი თემა მე ხო ვუყურებ ჯერ ესეთი ვასწავლით მარტივად. აი მაგალითად თემის დაწერაში პირველი რასაც ვასწავლე არის სტრუქტურა, შესავალი შუა ნაწილი დასკვნა და აბზაცის სტრუქტურა, საკვანძო წინადადება და იმის გავრცობა. ეს მოდელივით, ფორმულასავით რო იცის, რახათ უნდა ახლა იმას ვიღაცის დაწერილი. თუ სერიოზულად ხედავს, რომ კარგად უნდა ისწავლოს და მე რა არის იცით? ყველაზე მთავარი რა არის იცით, რომ შეფასება დღეს უკვე შემაშინებელი ინსტრუმენტი აღარ არის. უბრალოდ აი სასაცილოდ ვეუბნები ხოლმე. დაწერ, გააკეთებ, ჩამაბარებ, მიიღებ ნიშანს. არა და არა, всё. დამთავრებული აღარც უნდა გადახვიდე აქ ზედმეტ მსჯელობაში. და მე იცით რა, მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ეხლა როცა სწავლობ სკოლაში, უნივერსიტეტში და სერიოზულ ოფიციალურ სასწავლო დაწესებულებებში არსებული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოთ. ხო და დაჯექი სახში და შენ თვითონ ისწავლე მაშინ. კი ბატონო. ძალიან კარგი. მოდით მაშინ გადავიდეთ ჩვენ მოკლე ბლიც კითხვებზე. აბა ეს თუ ის აი ამ ტიპის კითხვები იქნება, დავიწყოთ პირველი ცელტა თუ მაგისტრის ხარისხი. ორი განსხვავებული რამ არის ეს გენაცვალეთ, სრულიად განსხვავებული. მაგისტრის ხარისხი უფრო თეორიული და სხვანაირია და სელტა პრაქტიკაც და თეორიაც ერთად არის და ამიტომ ინგლისურში არსებობს ესეთი სასაცილო გამოთქვა don't compare an apple and a watermelon. კი ბატონო. მაშინ კარგი, ანუ მოდით კიდე დავამატებდი. მაგისტრის ხარისხი თუ გაქვს და კარგად იცნობ რაღაცებს ამ შემთხვევაში სწავლებაში, იმიტომ რომ სელტა სწავლებაა, ხო სწორია? სელტას უფრო ეფექტურად გაიგli და უფრო სასარგებლო შედეგებს მიიღებ. ლექსიკა თუ გრამატიკა?
იგივე მომენტი, ორივე ნიცა. ნახეთ, მოდით სერიოზულად რომ შევხედოთ ახლა ამ საკითხს. ნახეთ, მარტო გრამატიკული სტრუქტურები. I love ხაჭაპური მაგალითად. ან I don't love ხაჭაპური. ხო? всё, შენ ხარ შეზღუდული ამაში. ამიტომ ლექსიკური მარაგი თუ გაქვს, შენ თავისუფლად იტყვი, რომ I love cheesecake. I love other types of cakes. მიხდით? კი. ერთმანეთთან სინთეზში, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ორ განსხვავებულ რაღაცას ნუ დავაკავშირებთ ერთმანეთთან, ნუ შევადარებთ ერთმანეთს. ბრიტანული ინგლისური თუ ამერიკული ინგლისური? ორივე ნიცა. ეხლა ნახეთ რატომ აქაც ესეთი ის თქვენ არ გამოთქმის კუთხით მაგალითად. როგორ არა, ეხლა მე პირადად 10 წელი ბრიტანეთის საბჭოში ვიმუშავე და მივეჩვიე მათ British English, მაგრამ ამერიკული. ნახეთ, უპირატესობას რატო არ გამევანიჭებ, იცით? ნახეთ, ჩვენ ხომ მოსწავლეს ვზრდით საერთაშორისო გარემოსთვის და საერთაშორისო გარემოში უკვე მარტო British და American კი აღარ არის. უკვე რაღაცა different types of Englishes ხუმრობით ამბობენ კიდე. უბრალოდ მოდით ესე ვთქვათ. სტანდარტული ინგლისური არის ბრიტანული. ხო სწორია რა? ამერიკული მისი ვერაიეთი არის, ანუ მრავალფეროვნება არის. ამიტომ მე მაგალითად ასე ვუყურებ, აი სერიოზული მოსწავლეები, სტუდენტები, ვინც ყავს და შემსწავლებლები, ინგლისური ენის ფილოლოგები და ასე შემდეგ. შენ ყველაფერი კარგად უნდა ისწავლო, სრულყოფილებას მეტნაკლებად მიაღწიო და მე სადაც როგორ გამოგადგება ის გააკეთე. ესე გამოიყენებს, კი. Okay, ესე დავსვა მაშინ ამ კითხვას, ბეჭდვითი წიგნები თუ იწიგნები? კი ბატონო, მოდით აქაც ჩემი დაკვირვებით მიღებული გამოცდილება და პედაგოგიური დასკვნა არის რა. ნახეთ. წიგნს როცა ეხები, ხას უსვამ შიგნით, ასე ვთქვათ, ფურცლავ, მუშაობ, ეს გარკვეულწილად უფრო სასარგებლოა, ვიდრე თვალებით ყურება მარტო ეკრანზე. მიხვდით? აი ამ შემთხვევაში მოდით ამ პარალელს რა მხრივ გავავლებთ, იცით, რომ დიდხანს ეკრანის ყურება ცოტა არ იყოს და გონებრივად ადამიანს ღლის. და აი მხოლოდ ეს პატარა განსხვავებაა, მეტი არა. თუნდაც დავუშვათ რაღაც პენსილით ან ამი ჩაწერო თუნდაც ეკრანია. ნახე მე აქ კი არ ვაკნინებ ამას და უპირატესობას იმას კი არ ვაცლებ. ამიტომ მე მაგალითად ვიტყოდი რომ ინტეგრირებულად შეიძლება ამის ყველაფერს გაკეთება და არ შეიძლება რაღაცა შავი და თეთრით მიდგომა, მეტი არაფერი. კარგი. მაშინ ბოლო კითხვას დავსვამავ, აუდიო წიგნები თუ პოდკასტები? აქაც, ნახეთ ორივე. რატომ იცით? ნახეთ ისევ და ისევ ვუბრუნდები ახლა რაღაც პედაგოგობას ვუსმავთ ახლა ჩვენ ხას აქ. ზუსტად იქაც და იქაც, ანუ ორივე შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება ორივესი ძალიან კარგად გამოყენება. ამიტომ აი ამ თქვენ ბოლო შეკითხვაში ეს თუ ის ნამდვილად არ არის, როგორ გითხრათ, პროფესიონალურად კარგად გაცებული პასუხი, იმიტომ რომ გამომდინარე კონკრეტული სიტუაციიდან, გამომდინარე იმ შენი მიზნიდან, პედაგოგის მიზნიდან, რასაც აკეთებ დაუშვათ ადამიანი, ხო? აქედან გამომდინარე შენ თავისუფლად შეგიძლია ისინი გამოიყენო ისე, რომ შედეგზე გახვიდე. გააჩნია რა შედეგი გინდა. დიახ. ძალიან დიდი მადლობა სულ ბოლოს ესე სიმბოლური ჩვენი პოდკასტის მადლობა პატარა ესეთი დიდი მადლობა უღრმესი მადლობა ძალიან ლამაზია და გამოვიყენებ ამას ჩანაწერებისთვის დიდი მადლობა თქვენს დაწესებულებას და ძალიან საინტერესო საუბარია ჩემთვისაც ძალიან სასარგებლო იყო ვინც უყურებს ამ ჩვენს პოდკასტს დაინტერესდება იქნება ეს მასწავლებელი თუ სწავლელი აუცილებლად უნდა ნახოთ იმისთვის რომ აი ამ ნიუანსებში გაერკვეთ. დიდი მადლობა თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ, გააზიარეთ ეს პოდკასტი და შემდეგი ნაწილი დაიდება შემდეგ ორშაბათს ასევე YouTube-ზე. დიდი მადლობა მეგობრებო, წარმატებებს გისურვებ და იყავით ყოველთვის პოზიტიურად ორიენტირებული და ყველაფერი გამოვა. მადლობა. მესიმად.